ეთერში გადაცემა ბიზნესის დრო სტუდიაში თეაშვერძე მუშაობს მოგესალმებით. საქართველოს მსოფლიოს მსხვილი საგადამხდელო სისტემა PayPal-ის წევრი გახდა. ქართველ მომხმარებას ამ სისტემაზე წვდომა უკვე მეორე დღე აქვს. PayPal-ის მომხმარებლები სასურველი ნივთების შეძენას უსაფრთხოდ პირადი ინფორმაციის გაცვლის გარეშე შეძლებენ. თუმცა სერვისით დაინტერესებულ მომხმარებელს გარკვეული სიფრთხილისკენ ეროვნული ბანკი მაინც მოუწოდებს. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაშვილი, რომელიც დეტალურად ისაუბრებს როგორც სისტემის მნიშვნელობაზე, ასევე უსაფრთხოების საკითხებზეც. მოგესალმებით ბატონო გიორგი, პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა თქვენი მობრძანებისთვის და PayPal-ის სისტემაში ჩართული იყო 109 ქვეყანა, რომელსაც 100,000 საქართველოს დაემატა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი იმის შესახებ, რომ საქართველოს მომხმარებელს არ ქონდა საშუალება აი ამ საგადამხდელო სისტემით ესაუბრა. ეს ერთგვარი სპეკულაციის საგანიც გახდა, ზოგი ამბობდა, რომ არსებობს პოლიტიკური უпроსორად ნება არ არსებობს ამის, ზოგიც ამბობდა, რომ უბრალოდ ჩვენ არ გვხვდავენ და უარს გვეუბნებიან ამ სისტემაში ჩართვაზე. როგორი იყო, მოდით რომ ვისაუბროთ აი თავად პრეისტორია ამ. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ PayPal-ში საქართველოს ჩართვით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული ქვეყანაში საქართველოში ელექტრონული კომერციისა და ელექტრონული ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობის კუთხით და როგორც მოგეხსენებათ, უკვე საქართველოში შესაძლებელია, რომ მოქალაქეებმა და ასევე იურიდიულმა პირებმა შეიძინონ მათთვის სასურველი პროდუქცია ათასობით ინტერნეტ მაღაზიაში და სავაჭრო სისტემებში, ისეთებში, როგორიც არის eBay, რომელსაც რამოდენიმე ასეული მილიონი მომხმარებელი და პროდუქცია აქვს რეგისტრირებული თავის სისტემაში. თვითონ PayPal-ის საქართველოში შემოყვანა და საქართველოს PayPal-ის სისტემაში ჩართვა საკმაოდ რთულ პროცესთან იყო დაკავშირებული. მოგიყვებით პრეისტორიას. წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტრო ინტენსიურად თანამშრომლობდით PayPal-ის წარმომადგენლებთან. ქონდა არაერთგზის ფორმალური და არაფორმალური კომუნიკაცია მათთან, მიმოწერები, სატელეფონო საუბრები, ვიზიტები. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ PayPal-ი არის კერძო კომპანია, არის საკმაოდ დიდი კომპანია, აქვს თავისი კერძო ინტერესები, აქვს თავისი სტრატეგია და შესაბამისად ნებისმიერი ქვეყნის ჩართვა მის სისტემაში დამოკიდებულია უშუალოდ ამ კომპანიის გადაწყვეტილებაზე. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი მხრიდან, ეროვნული ბანკის მხრიდან და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან და სხვა სახელმწიფო უწყებებიდან ამ წლების განმავლობაში მიწოდებული იქნა არაერთი ინფორმაცია, როგორც ანალიტიკური, ისევე სამართლებრივი კუთხით, რათა დაგვარწმუნებინა, რომ არანაირი ბარიერი და პრობლემა მათი შემოსვლით, როგორც შეგვიძლია ვივარაუდოთ, იმიტომ რომ კონკრეტულად მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს ასე ვთქვათ, არ იყო დაზუსტებული. ჩვენი აზრით, ზოგადად, რადგან კომპანია არის ძალიან დიდი და დაახლოებით 110 ქვეყანაშია წარმოდგენილი და მილიონობით მომხმარებელი ყავს, შესაბამისად ნებისმიერი ექსპანსია, ახალი ქვეყნის ჩართვა სისტემაში მკაცრად არის მათი პროცედურებით განსაზღვრული და შესაბამისად საჭიროებს იმ ეტაპების გავლას, რომელიც თვითონ კომპანიას გააჩნია. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ისინი ძალიან ინტენსიურად გვეკონტაქტებოდნენ და ფაქტიურად მაგის შედეგია, რომ დღეს PayPal-ი არის საქართველოში. ასევე ის ფაქტორიც მოქმედებდა ამ პროცესზე, რომ როდესაც ხდება ექსპანსია და ჩართვა ახალი ქვეყნების ამ სისტემაში არ ხდება, როგორც წესი არ ხდება ჩვენი ინფორმაციით ერთი ქვეყნის ჩართვა და ხდება რამოდენიმე ქვეყნის ჯგუფის, რამოდენიმე ქვეყნის ერთდროულად ჩართვა და ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ჭირდება კოორდინირება. ჩვენი მეზობელი გასასწორებით ჩვენი მეზობლები ჩართულები არიან, ეს ჩემი ინფორმაციით, როგორც მახსოვს, თუ არ ვცდები, მოხდა 2006 წელს, სამწუხაროდ მაშინ არ ვიცი რატომ ვერ მოხერხდა საქართველოს გაწევრიანება და ჩვენ ინტენსიურად დავიწყეთ მათთან კომუნიკაცია 2009 წლიდან და ფაქტიურად ეს დრო დაგვჭირდა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, რომ ისინი შემოსულიყვნენ ბაზარზე. არაერთგზის დასტური გვაქვს იმისა, რომ ასე ვთქვათ, ჩვენი კუთხით საქართველოს მხრიდან ყველანაირი პირობა იყო შექმნილი იმისთვის, რომ ისინი შემოსულიყვნენ ჩვენს ბაზარზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე ჩართულია სისტემაში
გადახდების, ასე ვთქვათ, ფუნქციონალი. სისტემას ასევე გააჩნია თანხების მიღების, ჩარიცხვის და განაღდების ფუნქცია, რომელიც ამ ეტაპზე არ არის, ასე ვთქვათ, გააქტიურებული. და შემდეგი ასე ვთქვათ ეტაპი მათი განმარტებით იქნება ზუსტად ეს პროცესი, რომელიც ძალიან ხელშეუწყობს ქვეყანაში როგორც ელექტრონული ვაჭრობის განვითარებას, ისე ზოგადად შესაძლებლობა შეექმნებათ ქართულ მეწარმეებს თავიანთი პროდუქცია განათავსონ ამ ინტერნეტ სავაჭრო სისტემებში, მოახდინონ მათი რეალიზება. ანუ ეს სხვა კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მომხმარებელმა ეს გაიგო ძალიან ისე ვიწრო ჭრილში, ადამიანები, რომლებიც უბრალოდ გამოიწერენ და არა მარტო გამოიწერენ, ვიმედოვნებ და ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ ეს შემდეგი ეტაპიც ძალიან მალე განხორციელდეს. შესაძლოა გარკვეულმა სექტორმაც, ანუ მეწარმეებმაც ისარგებლონ. რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ექნება ყველას, როგორც მეწარმეებს, ისე მოქალაქეებს, როგორც თავისი სურვილისამებრ ნივთები, პროდუქცია განათავსონ ინტერნეტ მაღაზიებში, იგივე eBay-ზე, მოახდინონ PayPal-ის სისტემით, ასე ვთქვათ, რეალიზება ამ თავიანთი პროდუქციის და მიიღონ შესაბამისი თანხები. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ოპერირებს eBay და PayPal-ის სისტემა. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ეს. თავად საბანკო სექტორისთვის, შეუძლია მომხმარებელს, რომელსაც აქვს საქართველოს ბანკების მიერ გაცემული Visa და Mastercard-ი, როგორც ნათქვამია და ასევე American Express-იც. American Express-ი, დიახ. ამ სისტემა და რაც შეეხება რამდენიმე ბანკმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, იგივე საქართველოს ბანკმაც გააკეთა, Liberty ბანკმაც, ასევე TBC ბანკმაც განაცხადები იმის შესახებ, რომ ისინი მზად არიან მათი, ასე ვთქვათ, ბარათები, როგორ ხდება ეს სისტემურად, რომ პროცედურა როგორ ხდება ეს არის? პროცედურა შემიძლია თქვა, რომ არის ძალიან მარტივი, მე უკვე ვისარგებლე ამ სერვისით. უშუალოდ შედიხართ PayPal-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც გადიხართ რეგისტრაციას და უთითებთ თქვენს საკრედიტო ან სადებეტო ბარათს, პლასტიკურ ბარათს. შესაბამისად შემდგომში, როდესაც სავაჭრო სისტემაში eBay-ში ან სხვა ნებისმიერ სავაჭრო სისტემაში გადაწყვიტავთ რაიმე ნივთის პროდუქციის შეძენას, ძალიან მარტივად მომხმარებლის, ასე ვთქვათ, სარეგისტრაციო მონაცემების გარეშე, თავიდან რეგისტრაციის გარეშე თქვენი სპეციალური სახელით, რომელსაც მოგანიჭებთ PayPal-ი, შეგეძლებათ პირდაპირ შეიძინოთ და გადაიხადოთ თანხა, რომელიც ავტომატურად ჩამოგეჭრება თქვენი პლასტიკური ბარათიდან, რომელიც მითითებული გაქვთ PayPal-ის სარეგისტრაციო მონაცემებში. ანუ აქამდე არ იყო შესაძლებლობა რეალურად, რომ საქართველოში გამოშვებული, ემიტირებული პლასტიკური ბარათები, საგადახდო ბარათები მიგეთითებინა, ასე ვთქვათ, როგორც გადახდის საშუალება და აი ამ შემოსულით უკვე ჩვენ შეგვიძლია საქართველოში კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული ბარათები გამოვიყენოთ ამ სისტემაში გადახდებისთვის. ეს ბანკებისთვისაც მნიშვნელოვანია? რა თქმა უნდა, მათ გაეზდებათ ინტერნეტ გადახდების მოცულობები. გასაგებია, გუშინ სხვათა შორის მას შემდეგ რაც გაკეთდა განაცხადი PayPal-ის საგადამხდელო სისტემაში ჩართულობასთან დაკავშირებით, ამას მოყვა განცხადება ეროვნული ბანკის მხრიდან, ბანკი მოუწოდებს სერვისით დაინტერესებულ ყველა მომხმარებელს განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინოს რეგისტრაციის გავლისას და შემთხვევით არ განახორციელოს ისეთ საიტებზე თავისი პირადი და საბანკო ინფორმაციის განთავსება, რომელიც ძალიან გავს PayPal-ს. ეს იყო ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ეს განცხადება ეროვნული ბანკის, რატომ გახდა საჭირო, რომ ეროვნულ ბანკს ასეთი გამოფრთხილებელი განცხადება გაეკეთებინათ? მოგახსენებთ, გუშინ ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ეს განცხადება და ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ გაგვეკეთებია ეს განცხადება, რადგან დავინახეთ, რომ ამ დღეებში, როდესაც უკვე გამოცხადდა PayPal-ის შემოსვლა საქართველოში, ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა ისეთი ვებგვერდები, რომლებიც ძალიან წააგავს PayPal-ის ოფიციალურ ვებგვერდს და მომხმარებელი, რომელიც არ არის გათვითცნობიერებული PayPal-ის სერვისში, არ ქონია მანამდე შეხება და არ გამოუყენებია, შეიძლება იქნას შეყვანილი შეცდომაში და მან ამ ყალბ, ასე ვთქვათ, ვებგვერდზე, რომელიც არ არის ოფიციალური გვერდი PayPal-ის, განათავსოს თავისი პირადი ინფორმაცია და ინფორმაცია თავისი პლასტიკური ბარათის შესახებ და შემდგომ სხვა პირმა ისარგებლოს და მიაყენოს ფინანსური ზიანი. აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ ვისარგებლებ თქვენი ეთერით და
მოუწოდებ ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც აპირებს ამ PayPal-ის სისტემაში გაწევრიანებას, რომ რეგისტრაციისას ყურადღებით მოეკიდოს და დარწმუნდეს, რომ ნამდვილად რეგისტრაციას გადის. როგორ განასხვავოს ეს ბატონო გიორგი, რაღაცა ისეთი თუ აქვს PayPal-ს, რომელიც უშუალოდ მიანიშნებს, რომ ეს არის ის? პირველ რიგში ძალიან ბევრი ინფორმაცია არსებობს ინტერნეტში PayPal-ის სისტემის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, არსებობს სხვადასხვა ტიპის სახელმძღვანელოები, ასე ვთქვათ, გაიდლაინები, ასევე შეგვიძლია მარტივად დავწმუნდეთ თვითონ ინტერნეტ მისამართის ველში, სადაც უთითებთ ინტერნეტ მისამართს ვებგვერდის, დავწმუნდეთ უნდა პირველ რიგში, რომ იქ მიუთითეთ ჩვენ უშუალოდ PayPal-ის მისამართი და არ არის რაიმე სხვა მისამართი მითითებული. ასევე იმავე ველში არის განთავსებული PayPal-ის ოფიციალური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ მართლაც იმყოფებით PayPal-ის ოფიციალურ ვებგვერდზე. და არა მარტო პირველად შესვლისას, არამედ შემდგომში უსაფრთხოდ გამოყენების მიზნით თვითონ PayPal-ს აქვს ძალიან ვრცელი ინფორმაცია განთავსებული თავის ვებგვერდზე, თუ როგორ უნდა იყოს უსაფრთხოდ გამოყენებული აღნიშნული სისტემა. თუმცა სისტემა თავისი, ასე ვთქვათ, სტრუქტურით და ფორმით საკმაოდ დაცულია და საკმაოდ ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, იმისათვის მე იმედი მაქვს, რომ ჩვენმა ტელემაყურებელმა მიიღო შესაბამისი ინფორმაცია და იქნება გარკვეული სიფრთხილეს მიმართავს და არ გახდება რაღაც გარკვეული აფიორების მსხვერპლი. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაშვილი. დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს. გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ უკვე სხვა თემა გვექნება მასშტაბური შეხვედრა ბიზნესმენებსა და ეკონომიკურ გუნდს შორის. ვაგრძელებთ გადაცემას მასშტაბური შეკრება სასტუმრო რედისონში. საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის ინიციატივით და ორგანიზებით მორიგი შეხვედრა შედგა ბიზნესმენებსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის. შეხვედრაზე ქართული მსხვილი ბიზნესი თითქმის სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან ერთად განიხილეს ისეთი აქტუალური თემები, როგორც საგადასახადო პოლიტიკა და შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებია. ბიზნეს წრეებმა მიიღეს დაპირება, რომ ცალკეულ საკითხების გადაწყვეტა სწორედ მათი უშუალო მონაწილეობით მოხდება. დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის, რომ ვისაუბროთ საქართველოს მომავალზე, ეკონომიკური განვითარების მომავალზე, ასევე ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს ბიზნესს გააჩნია, ვისაუბროთ, როგორ შეიძლება ეს პრობლემები დავძლიოთ, ერთობლივად, ასევე დავინახოთ თუ ქვეყნის განვითარებაში რა არის საჭირო ბიზნესის მხრიდან, რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს დიალოგი ჩვენი აზრით, იმიტომ არსებობს ძალიან ბევრი კითხვები, ძალიან ბევრი პრობლემები, ძალიან ბევრი თემები, რომლებსაც აუცილებელია რომ პასუხი გაეცეს. ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანია ბიზნესის პრობლემების მოსმენა, მათთან თანამშრომლობა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ თანამშრომლობით, მხოლოდ პრობლემების გაზიარებით და გადაწყვეტილ გზების ერთობლივად მოძებნით შეგვიძლია მართლაც ღირსეული საქართველოს ავაში. ჩვენ შევპირდით ბიზნესმენებს, რომ არც ერთ ცვლილებას ჩვენ არ შევიტანოთ საგადასახადო კოდექსში, მათთან კონსულტაციების გარეშე ჩვენ ვასრულებთ ჩვენ სიტყვას. ინტერესი ძალიან დიდია. ჩვენ თუ შიგნით მოვაწესრიგებთ კანონმდებლობას ანტიმონოპოლიურს, ისეთს რომ დაუშვათ არ კონდეს არც ერთ კომპანიას მნიშვნელოვანი კონტროლი და მონოპოლისტური ძალაუფლება ბაზარზე, ვფიქრობთ, რომ არანაირი საფრთხეს არ შეიცის. ეს ინტერესი გადავა თუ არა ინვესტიციაში, მაგას მომავალი გვანახავს. და ვაგრძელებთ ამ თემას. ბიზნესმენთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ირინე კვახაძეა დღეს ჩვენი სტუმარი. ირინა, მოგესალმებით პირველ რიგში. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდით დავიწყოთ ცოტა ისეთი რიტორიკული შეკითხვით. შედგა თუ არა დიალოგი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის? მოგესალმებით, დიდი მადლობა ეთერში მოწვევისთვის. მადლობა თქვენი მოგზაურობისთვის. მინდა ვთქვა, რომ დიალოგი ნამდვილად შედგა ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის. დღეს, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, სასტუმრო რედისონში გაიმართა შეხვედრა ეკონომიკის მინისტრს, ფინანსთა მინისტრს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შორის. ისინი შეხვდნენ ბიზნესს და ამ შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, რომ მთავრობას ეკონომიკურ გუნდს მოესმინა ის საკითხები, რაც დღეს აქტუალური არის ბიზნესისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი არის მსგავსი შეხვედრები, ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ თვალსაზრისით, რომ ეს
საშუალებას აძლევს. მსგავსი შეხვედრები ადრეც ტარდებოდა, მაგრამ რა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ეს არ იქნება შეხვედრისთვის? იცით რა არის გარანტიებზე საუბარი, საერთოდ ზოგადად ძნელია გარანტიას, მაგრამ ეს შეხვედრა მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ არის შედეგი იმ სამუშაო შეხვედრებისა, რომელსაც ბიზნეს ასოციაცია ატარებდა ამ სამინისტროებთან მანამდე, ვიდრე ეს შეხვედრა იქნებოდა. ანუ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საკმაოდ აქტიურად და ხშირად თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ეკონომიკურ თემებზე. შესაბამისად, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არ იქნება შეხვედრისთვის, თუნდაც იმის გამო, რომ გვაქვს გარკვეული შედეგები, არის საკითხები, რომლებსაც მუშაობთ, მიმდინარეობს მუშაობა. ხოლო ეს შეხვედრა კი იყო გარკვეულწილად შეჯამება რიგი საკითხებისა და საშუალება იმისა, რომ რიგი საკითხები დაეყენებინათ ბიზნესს. ბიზნეს მოესმინა მთავრობის აზრი, მათი არგუმენტები ამ თუ იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, ხოლო მთავრობას კი ჰქონდა საშუალება, რომ სწორედ იმ ადამიანებისგან მოესმინა პრობლემები, საკითხები თუ აზრი, რომლებიც უშუალოდ აწარმოებენ ბიზნესს. რა საკითხები დააყენა, მაშინ გითხავთ ამას ბიზნესმენების მხრიდან, ყველაზე ისეთი პრობლემა, მოდით დავიწყოთ პრობლემატური თემებით, დადებითზე, რა თქმა უნდა, დადებითზეც ვისაუბროთ, მაგრამ ჯობია პრობლემებით დავიწყოთ. რა საკითხები დააყენა ბიზნესმა მინისტრების წინაშე და რა პასუხი მიიღო? პასუხები ნაწილობრივ უკვე მოვისმინეთ, მაგრამ პირველი საკითხი, რომელიც თქვენსაც ცნობილია ალბათ და დღეს არის ყველაზე აქტუალური ბიზნესისთვის, ეს არის შრომის კანონმდებლობის პროექტი, რომელიც ახლა განიხილება და ყველა ამ თემაზე საუბრობს. ბიზნესმა დააყენა ეს საკითხი და განსაკუთრებით გამოყო 4 ძირითადი პუნქტი, რომელიც არის პრინციპული ბიზნესისთვის. შრომის კანონმდებლობა ახალი პროექტი ითვალისწინებს უვადო კონტრაქტების არსებობას, გარდა ამისა ითვალისწინებს კოლექტიური ხელშეკრულებების დადებას პროფესიული კავშირების მეშვეობით, ასევე საუბარი არის სამი თვის შრომითი ურთიერთობების შემდეგ წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებაზე, ანუ აქამდე ბიზნესს ჰქონდა საშუალება, რომ ზეპირი ხელშეკრულებაც ეწარმოებინა დაქირავებულთან. რატომ არის ახლა ეს საკითხები პრობლემური? ამას შევეცდები რომ ავხსნა. უვადო კონტრაქტების არსებობის სიკეთეები ჩვენთვის არის ძალიან ბუნდოვანი, ხოლო უარყოფითი შედეგები, რასაც ის მოიტანს, არის ძალიან ცხადი. პირველ რიგში უვადო კონტრაქტი ამცირებს დასაქმებას რეალურად. იმიტომ რომ ის გარანტიას უქმნის უკვე დასაქმებულ. თუმცა იქ გარკვეული ისინი ჩადებულია, ახლა უვადო რა შემთხვევაში უნდა დაიდოს ახლა? ის ჩადებული არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი სამუშაოს შესრულება მოითხოვს გარკვეულ კონკრეტულ პერიოდს. ან ეს სამუშაო არის სეზონური. თუმცა თუ კი ეს არის რუტინული სამუშაო კადრი, რომლის არსებობაც კომპანიას სჭირდება წლების განმავლობაში, ამ შემთხვევაში უნდა გაფორმდეს უვადო კონტრაქტი. უვადო კონტრაქტის არსებობა თავიდან ზღუდავს დასაქმების შესაძლებლობას, განსაკუთრებით გაურთულდებათ და სამუშაოს შოვნა ახალგაზრდებს, რადგან კომპანიები ძალიან დიდი სიფრთხილით მოეკიდებიან ახალი კადრის აყვანას, იმიტომ რომ მათთვის ეს არის უკვე მუდმივი ვალდებულება. გარდა ამისა, ეს ძალიან ურთულებს საქმეს მცირე და საშუალო ბიზნესს, იმიტომ რომ იზრდება კანონთან შესაბამისობის ხარჯები. მათ თუ ადრე ძალიან მარტივად უწევდათ ამ შრომითი ურთიერთობების დარეგულირება, ჩვენ გასაგებია, რომ ამ შრომით კანონმდებლობას ხვეწავთ და გადავდივართ რაღაც ახალ ეტაპზე, მაგრამ ისეც არ უნდა დაიხვეწოს ეს ყველაფერი, რომ რეალურად საზიანო დაიხვეწოს ბრჭყალებში. ეს გასაგებია, ეს რა თქმა უნდა ძალიან ისეთი საკითხებია, რომელიც საკამათოა, მაგალითად არსებობს მეორე მხარე იგივე პროფკავშირები, რომლებიც თავის მხრივ აცხადებენ, რომ პირიქით არ ხდება, უფრო მეტადაც უნდა გამკაცრდეს რაღაცები, მაგრამ აი ამ საკითხის მომზადებას კურირებს და ამზადებს ზოგადად ამ ცვლილებებს იუსტიციის სამინისტრო. თქვენ რა პასუხი და რა პასუხი მიიღეთ ამ შემთხვევაში ეკონომიკის იგივე ფინანსთა მინისტრისგან ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით? კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი საკმაოდ ღია არიან. ისინი მათ ძალიან გულისყურით მოისმინეს თითოეული ეს პრობლემა და გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ გაიზიარეს ეს საფრთხეები, ანუ გაიზიარეს ბიზნესის სატკივარი და ეს რისკები. ისინი ხედავენ, რომ ეს რისკები რეალური არის და არ არის სუბიექტური მოსაზრება, თქვათ, ბიზნესისა.
გასაგებია. რაც შეეხება კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი თემა, ეს არის საგადასახადო პოლიტიკა. რასაც ფინანსთა მინისტრმა გააკეთა განცხადება და ძალიან მნიშვნელოვანია თავად ბიზნესისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ საგადასახადო პოლიტიკა ადმინისტრირება, ეს არის პირდაპირი, ასე ვთქვათ, როგორ განვითარდება ქვეყანაში ბიზნეს სექტორი, დამოკიდებულია ამაზე. აი, ამ მიმართულებით როგორ მოხდება თავად ბიზნესმენების ჩართვა ამ პროცესში, რა მექანიზმი არსებობს იმისათვის? პირველ რიგში მართლაც რომ მივესალმებით იმას, რომ საგადასახადო კოდექსი იხვეწება და ფინანსთა სამინისტრო ამაზე მუშაობს. მათ წარმოადგენს გარკვეული ინიციატივები, ლიბერალიზაცია, სათანადო სამართლებრივი ბაზის. გაიმართა პრეზენტაციები ამ თემაზე. დღეს წარმოადგენს დიახ გარკვეული ცვლილებები, რის შეიტანსაც აპირებენ და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ფინანსთა მინისტრმა გააჟღერა ინიციატივა, რომ ის მიესალმება ბიზნესის ჩართვას ამ პროცესში. მნიშვნელოვანი არის რატომ? რომ რეალურად შემდეგ ბიზნესმა უნდა იმუშაოს ამ რეგულაციებით და მნიშვნელოვანი არის პრაქტიკიდან გამომდინარე პრაქტიკის გაგებას და გამოცდილების გაზიარებას და ამის საფუძველზე მიღება ოპტიმალური გადაწყვეტილების. მექანიზმი მრავალგვარი არის, არსებობს სამუშაო ჯგუფები, სადაც გარკვეული პერიოდულობის შემდეგ ხდება შენიშვნების კომენტარების მიწოდება ფინანსთა სამინისტროსთვის. ჩვენ ამ მექანიზმს საკმაოდ აქტიურად ვიყენებთ, ძალიან კარგად თანამშრომლობთ შემოსავლების სამსახურთან, მის ხელმძღვანელთან. და ანუ მექანიზმები უკვე არსებობს. თავარია რომ არსებობს ნებაც რომ ბიზნესი ჩაერთოს ამ პროცესში და მათი აზრი მოისმინოს მთავრობამ. რამდენად მე წაღან შემთხვევით არ დაგისვით ეს კითხვა შეხვედრა ხომ არ იყო შეხვედრისთვის, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს პრაქტიკა, რომ ძალიან ბევრი შეხვედრები იმართებოდა წარსულში. და კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, დღესდღეობით რამდენად მოქმედებს გარკვეული შერჩევითობის პრინციპი, როდესაც იმართება ასეთი შეხვედრები. ანუ ბიზნესმენები შერჩევა, მე ამ კითხვას გისვათ იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს მაგალითად ბიზნესმენების ნაწილი, მე დავასახელე მაგალითად ცეზარ ჩოჩელი, რომელიც თანაც ასოცირდება გარკვეული კომპანიები, იგივე ბარამბუზე და ზენი. მოხდა თუ არა, ისინი ძალიან ხშირად აცხადებენ, რომ ასეთ შეხვედრაზე მათ არ ეპატიჟებიან, არ იწვევენ. მოხდა თუ არა მათი მოწვევა თუ უბრალოდ ისინი არ მოდიან? მე გიპასუხებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სახელით, ანუ ეს შეხვედრა იყო ორგანიზებული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიები. ბარამბო არ გახლავს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი, შესაბამისად, ის უბრალოდ ამ შეხვედრაზე არ იყო იმ მიზეზით, რომ ასოციაციის წევრი არ არის. სხვა ორგანიზაციების და სხვა უწყებების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მე სამწუხაროდ პასუხს ვერ გაგცემთ, არა ვარ კომპეტენტური, რომ მათ გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად ისმევა და ვრცელდება ინფორმაცია ასეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. და ბოლოს რას ელოდებით, რა იქნება, როგორ ფიქრობთ, რა შედეგი მოყვება ამ ყველაფერს, რა მოლოდინები გაქვთ აი ამ და როდის გაიმართება კიდევ ანალოგიურ თუ იგეგმება მომავალში, ხა ითქვა რომ ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გარკვეული დიალოგის რეჟიმი შენარჩუნდეს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის. მართალს ბრძანებთ, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ დიალოგი არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით დღეს, როდესაც ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, დასაქმების კუთხით და ასე შემდეგ. დიალოგი მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მთავრობამ იცოდეს, რა პრიორიტეტები და რა პრობლემები აქვს ბიზნესს და ბიზნესმაც იცოდეს მთავრობის არგუმენტები ამა თუ იმ გადაწყვეტილებების არგუმენტი და შესაბამისად გადაწყვეტილებები იყოს ოპტიმალური. რას ველოდებით ახლა ამ შეხვედრიდან? შეხვედრიდან ველოდებით იმას, რომ დასმული საკითხები უკვე გადაინაცვლებს სამუშაო ფორმატში და ჩვენ ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს ნამდვილად გადავა სამუშაო ფორმატში. მადლობა მინდა გადაუხადოთ თითოეული უწყების ხელმძღვანელს ამ შეხვედრაზე დასწრებისთვის და ამ საკითხების განხილვისთვის. ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ეს საკითხი საბოლოო ჯამში გადაინაცვლებს უკვე აქტიურ სამუშაო ფორმატში. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა თქვენცაც. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ირინა კვახაძე. ვაგრძელებთ გადაცემას, თუმცა რეკლამის შემდეგ.
ვაგრძელებთ გადაცემას და საკმაოდ მძიმე თემების შემდეგ უკვე ცოტა მსუბუქი თემა. საინტერესო ინფორმაცია ქალბატონებისთვის და არა მარტო, რადგან მამაკაცების დიდი ნაწილიც უკვე საკმაოდ სერიოზულად უყურებს თმის მოუვლის საკითხს. ახალი ბრენდი დესანჟი საქართველოშია. ბრენდი, რომელსაც 80 წლის ისტორია აქვს და მომხმარებელს თმის მოუვლის საშუალებების სრულ სერვისს თავაზობს. სოფო ქორქია, საქართველოში დესანჟის წარმომადგენლობის დირექტორი გახლავთ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. სოფო, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. მოდით დავიწყოთ თავად ბრენდის შესახებ ორი სიტყვით რომ გითხრათ და რატომ გახდა ეს ქართული ბაზარი მიმზიდველი ასეთი ცნობილი ბრენდისთვის? ორი სიტყვით მინდათ მოგახსენოთ ამ ბრენდის შესახებ. ეს არის ფრანგული ბრენდი, ძალიან ცნობილი, რომელიც უშუალოდ მაღალ პროფესიონალ მომსახურებას და ხარისხს თავაზობს მომხმარებელს და აქედან გაჩნდა იდეა, რომ საქართველოს შემოგვიყვანა ეს ბრენდი. მართალია ძალიან ვიწვალეთ, დავარწმუნეთ ძლივს რომ ამ ბაზარზე შემოსულიყვნენ, იმიტომ რომ საკმაოდ რთული იყო მათი დაყოლიება რა, მაგრამ როგორც იქნა მოვახერხეთ და მართლა ბედნიერი ვარ რომ ჟაკ დესანჟი დღეს უკვე საქართველოშია და თბილისში კერძოდ და ჩვენ მომხმარებელს ძალიან კარგი ვით დაინტერესებთ რატომ არის ახლა დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ ხოლმე რომ აი საქართველოში შეიძლება რაღაც პრობლემები შეიქმნა, შეიძლება ფული აღარ დაიხარჯოს, აი რატომ გახდა ასეთი ცნობილი ბრენდისთვის საქართველოს ესეთი საინტერესო ქვეყანა, იმიტომ გახდა რომ ჩვენ ძალიან ბევრი კვლევა ჩავატარეთ, გაუგზავნეთ, მე ვთხოვეთ ჩამოსვლა მათ წარმომადგენელს, იყო ჩამოსული, ვაჩვენეთ ცხოვრების ხარისხი, მოვატარეთ მთელი სალონები საქართველოში და მიხვდა რომ თლათ არც ისეთი გადაკარგული ქვეყანაა ჩვენი საქართველო და შეუძლიათ რომ შემოვიდნენ და მართლა ამ ბაზარზე კარგი წარმატება პოვონ და ამიტომ დაგვთანხმდნენ საბოლოო ჯამში. რაც შეეხება სხვათა შორის, როდესაც გაჟღერდა ინფორმაცია დესანჟის შემოსვლის შესახებ, მოყვა ამას გარკვეული, როგორ გითხრათ, ინფორმაციები, რამდენად სწორია მას თქვენთან გადავამოწმებ, საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ რამდენად ხელმისაწვდომი იქნება რა სეგმენტზე არის გათვლილი, იმიტომ რომ ითვლება საქართველოში, რომ დესანჟი არის საკმაოდ ძვირად ღირებული ბრენდი, რომლითაც შეიძლება ისარგებლო მხოლოდ ფუფუნებისაგან შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ქართველისთვის. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ მე მინდოდა ზუსტად ამაზე ყურადღების გამახვილება, ვინაიდან რადგანაც ვიცი რომ დესანჟი საფრანგეთში ძალიან ძვირი მომსახურება, ძალიან ძვირი სიამონება, მაგრამ ჩვენი ქართული ქართულ ბაზარს მოვარგეთ ამ რეალობას და საკმაოდ ლოიალური ფასებია და ყველა სეგმენტისთვის არის შესაძლებელი. აი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეგეშინდებათ და მობრძანდით რა, ნამდვილად ლოიალური ფასები. გასაგებია, რაც შეეხება თავად ბრენდის ისტორია რომ გითხრათ, ორი სიტყვით ეს შეიქმნა 1925 წლიდან არის ეს ბრენდი, 45 ქვეყანაში არის წარმოდგენილი, რატომ არის ეს ბრენდი, რატომ უნდა დავინტერესდეთ ამ ბრენდით და ეს ბრენდი პარტნიორია როლან გაროს ჩემპიონატის, არის პარტნიორი კანის ფესტივალის, არის პარტნიორი Fashion Week-ების და მინდა გითხრათ, რომ ყველა ძალიან კმაყოფილია და ამიტომაც ჩვენც ვიფიქრეთ, რომ დღესდღეობით არის უკვე საქართველოში ის დონე, რომ ესეთი მაღალი ხარისხის ბრენდი იყოს. რა თავაზობთ პირველ ეტაპზე მომხმარებელს? ჩვენ თავაზობთ მაღალ პროფესიონალიზმს, ხარისხს და რაც მთავარია ყველანაირ პროდუქციას, რომელიც წარმოადგენს თმის მოვლის საშუალებებს, კანის მოვლის საშუალებებს. ჩვენ გვაქვს დიაგნოსტიკური მანქანა, რომელიც ადგენს ადამიანების თმების და კანის სტრუქტურას. ანუ რამდენად არის ის დაზიანებული, რამდენი პროცედურა სჭირდება იმისათვის, რომ იყოს არაჩვეულებრივ ფორმაში კანიც და თმაც და ამიტომ მინდა რომ გვენდოთ და მობრძანდით და მე თავად მიხვდებით შემოსვლისთანავე რომ სხვაგან აღარ მოგინდებოდ. მაღალ პროფესიონალიზმი ახსენეთ თქვენ, მაღალ პროფესიონალიზმი დაკავშირებულია მაღალ ისეთ პროფესიონალ კადრებთან. რატომ გვაქვს ჩვენ გარანტია იმის რომ ერთი ფრანგი სტილისტი იმუშავებს, ეს ძალიან დიდი ფუფუნება მერწმუნეთ, იმიტომ რომ არასოდეს არ ყოფილა პრაქტიკაში საქართველოში მსგავსი რამ. 4 ტრენინგი იყო უკვე ჩატარებული, რომლებიც ერთი კოლორისტი, ერთი სტილისტი და ერთი პროდუქციის წარმოდგენი იყო ჩამოსული. ამიტომ ჩვენი ჯგუფი, ჩვენი გუნდი ძალიან კარგად მომზადდა და ვფიქრობ, რომ ეს ფრანგიც, რომელიც არის დღესდღეობით მაროკოს პრინცესის პირადი სტილისტი, ისევე ხარისხიანად მოემსახურება ჩვენ მომხმარებელს, როგორც მაროკოს პრინცესას ემსახურება. გასაგებია და თქვენ თუ გაქვთ ეს პროექტი, ეს
პროექტია, ალბათ სტილისტების გადამზადების პროექტი გაგრძელდება თუ არა და ჩვენი ფრენჩაიზის პირობებთან არის დაკავშირებული ეს მომხმარებელზე არ აისახება მერწმუნეთ, ეს ჩვენი პრობლემაა და ჩვენ მოუვლით ამას. ჩვენი ფრენჩაიზის პირობები ითვალისწინებს ზუსტად წელიწადში 5-ჯერ, 6-ჯერ ამ ტრენინგის გამეორებას და ეს აუცილებლად მოხდება. იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი და ჩვენ ამ ხარისხს არ ვუღალატებთ. ეს ქსელი იქნება რეგიონებშიც გახვალთ ეს როგორ გვაქვს ესეთი მოსაზრება რომ ბათუმშიც გავაკეთოთ, მაგრამ ჯერჯერობით თავს შევიკავებ რაიმე უფრო კონკრეტული. თბილისში უკვე სრული სერვისი. კი ბატონო, გუშინ იყო ოფიციალური გუშინ იყო ოფიციალური გახსნა, გუშინ პირველი მომხმარებელი მობრძანდა, რომელიც უკვე კმაყოფილი წავიდა, დღეს უფრო მეტი მობრძანდა და რა ვიცი. ანუ უკვე წარმატებული პროექტი იქნება. კი ბატონო, რა თქმა უნდა. და ეს ანუ შეიძლება ითქვას რომ თქვენი უკვე სრულად ფუნქციონირებს დესანჟი და გარდა თმის მოვლის საშუალებისას თავაზობს კიდე სხვადასხვა კოსმეტოლოგია, რა თქმა უნდა, მანიკიური, პედიკიური და თმის მოვლის საშუალებები. გასაგებია. ეს თუ მომხმარებელი რა თქმა უნდა არ დააფრთხო რაღაც მაინც სიფრთხილით ეკიდება ახალი ბრენდების შემოსვლას ქართველი არ დააფრთხო იმან რომ რამდენად ხელმისაწვდომი იქნება და ფასის ფაქტორი მაინც ძალიან ბევრს ნიშნავს და კონკურენციას რაც შეეხება დღეს ქართული ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია სხვადასხვა სალონების ნაკლებობას ყოველ შემთხვევაში არ უჩივის არც სხვადასხვა სახის პროდუქცია რომელიც უკავშირდება იგივე თმის ღებვას საშუალებებს მოვლის და ასე შემდეგ აი როგორ ფიქრობთ რით იქნება გარდა თქვენ ახსენეთ მაღალი პროფესიონალიზმი მაგრამ რით აპირებს მოიზიდო უბრალოდ კონკურენტებს ზუსტად ამიტომ მოვიწვიეთ ჩვენ ფრანგი სტილისტი რომელიც ახალ სიტყვის დღევანდელი სალონების განვითარებაში საქართველოში იმიტომ რომ ესეთი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა რომ ამდენი ხნით ჩვენ ვფიქრობთ რომ ერთი წელი იყოს საკონტრაქტო სისტემასთან არის და თან ვფიქრობთ რომ ეს 2 თვის შემდეგ ვცვალოთ იმიტომ რომ ეხლა არის უნივერსალი ადამიანი ჩამოსული რომელიც კოლორისტიც არის, სტილისტიც არის, თმის შეჭრის სპეციალისტი. შემდეგში გვინდა კოლორისტის ჩამოყვანა, გვინდა ახალი პრინციპების დანერგვა, ამ დიაგნოსტიკური მანქანის ფართოდ დანერგვა და გამოყენება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მაინც ნოვატორები ვიქნებით ამ სალონით. რა თქმა უნდა, მე გისურვებ წარმატებებს. დიდი მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ დესანჟის წარმომადგენელი საქართველოში, დირექტორი უფროსწრად სოფო ქორქია. გადაცემა ბიზნესის დრო დღეს დასრულებულია, მე ხვალამდე გემშვიდობებით.